დილან შვიდობის ნინო. დილამ შვიდობის მაგოკო და მიესალმების სრულიად საქართველოს პირველ რიგში მოგილოცავ. დღეს არის მსოფლიოს საერთაშორისო ბედნიერების დღე. დღეს არის დედამი. მადლობთ. დღეს არის დედამიწის დღე და ამ აქციას დედამიწის დღეს უერთდება 80-მდე სკოლა. და პარასკევიც არის დღეს ნინო. პარასკევიც არის მართალი ხარ? მადლობთ და დღევანდელ დილამ შვიდობის კვანტრო. ოტე დილამ შვიდობის მათქმევინე ეკოვიჟენის PR მენეჯერი ქეთი როგორ ახარ? დილამ შვიდობის და გილოცავთ ყოველს ბედნიერების დღეს, ასევე დედამიწის დღეს, რომ ძალიან კარგი დღე გათენდა მე. გავაჩუმე ნინო, შენი ახმა უნდა. კარგი დღე, როცა გარემოს ვიცავთ და ჩვენ დედამიწას ვუფრთხილდებით. რა თქმა უნდა და დღეს ჩვენ ამ სკოლაში, ესე იგი ჩვენი ბავშვებიც, ლამაზი და კარგი ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას დასუფთავებაში. მოდი, შენ გითხარი, დღეს არის დედამიწის დღე, ხვალ არის ტყეების საერთაშორისო მსოფლიო დღე და ზეგ არის როგორც მახსოვს წყლის საერთაშორისო დღე. მოდი გითხარი როგორ აპირებთ ამ დღეების აღნიშვნას. დიახ, დედამიწის დღე ძირითადად აღინიშნება 22 აპრილს, მაგრამ ასევე აღნიშნავენ ხოლმე 20 მარტს ანუ დღევანდელ დღეს. ისე არის ბედნიერების დღეც, ასევე ხვალ არის როგორც აღნიშნეს ტყეების და ზეგ უკვე წყლის დღე. ეს დღეები მთელ მსოფლიოში აღინიშნება, მათ შორის საქართველოც უერთდება ამ დღეების აღნიშვნას. ჩვენი ორგანიზაციაც შეუერთდა, რომ ჩვენ მუშაობთ ბავშვებთან, პროექტი გვაქვს PR-ი, ეს არის სასკოლო საერთაშორისო პროექტი, სადაც გვაქვს ეკოკლუბები და ეს არის ახალი სკოლა არის, ეს ილია მართლის სკოლა, რომელიც უკვე გაწევრიანებულია მსპარეს ქსელში და უკვე ბავშვები აყალიბებენ ეკოკლუბს და დღეს აქვთ მათ პირველი აქცია, რომელიც არის დასუფთავების აქცია. ანუ ეს ერთ-ერთი ისეთი ღონისძიება, რომელთაც შეიძლება აღინიშნოს საერთოდ დედამიწის დღე, გარემოს დაცვის სხვადასხვა დღეები. მე ვფიქრობ, რომ ბედნიერების დღე ისე არ აღინიშნება, რომ ეს სისუფთავე არ იყოს, ვერ ვიქნებით ბედნიერი. და ისე სიბინძურეში და ცუდ ჰაერში, ცუდ გარემოში, რა თქმა უნდა. და ტყეებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს გამწვანების აქციები, ვგავთ ტყეებს, 80-მდე სკოლაში, ვაკეთ სკოლის ეზოების გამწვანების აქციები გვაქვს და ასევე ვუფრთხილდებით ტყეებს, მოკლედ, ყველანაირად ბავშვები აკეთებენ სხვადასხვა კონფერენციებს, თემებს ამზადებენ ამ თემაზე. შეიძლება ქეთი, სანამ ჩვენ საუბრობთ, რომ ბავშვებს ორი სიტყვა დაუსვა, რომ მე მგონი ძალიან უნდათ, რომ დაალაგონ და დაასუფთავონ ეზო. დილამ შვიდობის ბავშვები. აი როგორი კარგი და აქტიური ბავშვები იყოს. ესე იგი, დღეს ყველანი ერთად ვიღებთ მონაწილეობას, რომ დავასუფთავოთ ჩვენი ლამაზი ეზო. თქვენ როგორ მოგწონთ ეს ამ აქციაში ჩაბმულობა? ძალიან კარგად. ძალიან კარგად. შენ რას მეტყვი ხარ? ჩვენი სკოლა დასუფთავებული უნდა იყოს და ლამაზად და იყოს ყველა სკოლა. მარტო სკოლაზე არ უნდა. და მოუწოდებ ხო სხვა სკოლასაც რომ მიიღონ მონაწილეობა. ძალიან საინტერესო აქცია არის და კარგი იქნება სხვა სკოლები ჩამორთმევია. სასიამოვნოა გამწვანება ეზოებში და თაგარემო სასიამოვნოა. ჩვენ ვაყალიბებთ სპარე კლუბს როგორც იცით და ამაში რა თქმა უნდა ბავშვები ჩაერთვებიან და ცირა დახმარებას მაინც გაუწევენ ბუნებას. და მაგალითად ვაპირებთ რომ ჩავაბალოთ მაკულატურა, რადგან ერთი ტონა მაკულატურის ჩაბარებისას გადარჩება დაახლოებით 17 ხე. ნუ არ ვიცი ესეთი სრული პასუხი რამდენი წლის ხარში. 11. აი ესეთი ჭკვიანი და კარგი ბავშვები სწავლობენ ამ სკოლაში. მოდი ბავშვებო, მოდი მე აღარ შეგაწუხებთ ახლა რომ თქვენო დაიწყოთ თან დალაგება და ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს როგორ ხდება სკოლის დასუფთავება. მზად ხართ? წავედით მაშინ. აბა თქვენ იცით, ქეთი მე ისევ შენ დაგიბრუნდი. ანუ იცი რა მაინტერესებს? როგორ აი ბავშვების ჩართულობა ამ ყველაფერში რამდენად მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს გარემოს დაცვით საკითხები, ძირითადად ბავშვებიდან თუ არ იქნა უკვე ეს ადამიანი მერე უკვე რო იზრდება, უფრო ძნელი არის რომ მიაქციოს ყურადღება ეს საკითხებს და ჩვენ ზუსტად ამაზე ვმუშაობთ და ეს უკვე დადგენილი ფაქტია და ცნობილია, რომ სკოლის ასაკიდან და უფრო ადრე სკოლამდელი ასაკიდან არის მთავარი, რომ ბავშვებს ცნობიერება ქონდეთ ამაღლებული ამ თემაზე და თვითონაც მოყვნენ და თვითონაც საერთოდ ეს ხო ასე ფსიქოლოგიურად რომ ადამიანი თვითონ რო დაალაგებს, მერე იმას აღარ აურევს და აღარ დააბინძურებს. აი ბავშვები ჩვენი დავასუფთავოთ საქართველოს პროექტში ჩართული ბავშვები და სკოლები დამერწმუნეთ რომ ნამდვილად ასეა, ვისაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა ესეთ აქციაში, დასუფთავების აქციაში, ისინი აღარ ყრიან და აღარ აგდებენ, აღარ აბინძურებენ გარემოს. რა მითხარ ქეთი, ხვალ და ზეგ რა გეგმები გაქვთ ან სკოლებში უნდა კი მიიღებთ? მე კიდე სკოლები მონაწილეობას. დიახ, არის დასუფთავების აქციები, ასევე
ასევე ეზოების გამწვანების აქციები და შემდეგ ანუ არა მარტო ნერგების დარგვა არის. ანუ შემდეგ ბავშვებს ვასწავლით ჩვენ როგორ უნდა დარგონ, მე როგორ უნდა მოუარონ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ დარგავენ ნერგებს და შემდეგ უკვე ეს ხმება აღარ ულიან და ანუ ეს პასუხისმგებლობაც აქვს ბავშვებს რომ მე აუცილებლად მოუარონ ამ ხეებს. და ასევე წყლის დღესთან დაკავშირებით არის ბევრი ღონისძიება. დღესაც ვნახავთ კომაროვის სკოლაში რომ ბავშვები როგორ მუშაობენ წყალზე სკოლის მოსწავლეები. ექსპერიმენტებს ჩაატარები როგორც ვიცი. დიახ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ თვითონ ბავშვები იყვნენ ამ ყველაფერში თანამონაწილეები რომ იცოდნენ უკვე რომ ანუ ესე ყოველს ხშირად ბევრი ადამიანს გონია რომ ბევრი წყალია ჯერ საერთოდ დედამიწაზე ბევრი წყალია და მერე საქართველოს მდიდარია წყლის რესურსებით მაგრამ ხშირად არ იციან ხოლმე რომ მთელი მსოფლიოში რაც წყალი არის იმისი მხოლოდ 3% არის მტკნარი წყალი ანუ დასალევად ვარგისი ანუ დღეს გაიგებენ მე მგონი ჩემი ჩართვიდან ვინც არ იცის დღეს გაიგებენ რომ მხოლოდ 3% არის მტკნარი წყალი და იქიდანაც ამ 3%-ის 1% არის რომლის გამოყენებაც შეიძლება და რომელსაც ვინაწილებთ ადამიანები, ცხოველები, მცენარეები და ანუ ესე არ არის რომ ბევრი წყალია პირიქით უნდა ვიცოდეთ. პირიქით დიდი ამბავია წყალზე. ეკონომიურად გამოყენება ამ წყლის აუცილებელია, იმიტომ რომ ესე არ არის რომ სულ გვექნება წყალი არ არის. და სწორედ გამოყენება უნდა ვიცოდეთ. მოდი, კეთი, შენ თუ არ მიწყენ, ჩვენ პატარა ბავშვებთან გადავინაცვლებ ძალიან სწრაფად თქვენ ხედავთ როგორ დაასუფთავთ სკოლა ბავშვობა შეიძლება თქვენთან მოვიდე მე აი რამით მაინც მოგეხმაროთ მეც შევიტანო რითი აი ეგ მაგრამ თქვენ ყველაფერი დაასუფთავეთ მოდი მეც ავკრიფავ და ჩავყაროთ ხო ერთად მოიცადეთ ესე სწრაფად როგორ დაასუფთავეთ მithვარი ნუ რა ვიცი აბა ამ ჩვენ თუ არ შევიტანოთ ჩვენი წვლილი დაალგებაში ანუ კომპანიები ვერაფერს ვერ გააკეთებენ უცვალია ჩვენ ძალისხმევა ფუჭი იქნება და თან კიდე რაც სუფთა გარემოში ვიცხოვრთ, მით უფრო ჯანმრთელები ვიქნებით. მე არ ვიცი, ვინც გვიყურებს, ახლა მინდა რომ ამ ბავშვებს მოусმინოთ და დაუჯეროთ, რადგან ძალიან კარგ რჩევას აძლევენ, არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებს, რომ უნდა იცხოვრონ სისუფთავეში, ხო? დიახ, ხა უნდა. კიდე რამე სხვა გვეტყოდი. დიდი მადლობა თქვენ რომ მოგვეც საშუალება რომ ჩართულიყავით ამ სასიამოვნო პროექტში. ძალიან დიდი. არაფერს, მე პირიქით დიდი მადლობა რომ თქვენაირ კარგ ბავშვებთან ერთად მოვედი თქვენთან და გაგეცანით უფროსო. აბა კი ბატონო, მითხარი. მე მოუწოდებდი თელ საქართველოს რომ ვებრძოლოთ ბრაკონიერობას. რადგან ბრაკონიერობა უშლის ხელს გამწვანებაში და ბუნების აყვავებაში. კი, მაგრამ ეს ძალიან ძნელია, რადგან გაუკონტროლებელია ეს. დიახ, თავრობა უნდა მიხედოს მაგას უკვე. გესმით, თავრობა უნდა მიხედოს ამ ყველაფერს. აი ძალიან მიყვარს მე ბუნება მაგალითად. დავანაგვიანეთ, ეგრე მართლა არაფერი არ გამო. ჩვენც უნდა ვერც მთავრობა ვერ უშველის მაგას ჩვენ თუ დავანაგვიანეთ. აი თქვენი პრობლემა გაქვს სერიოზულია? ჩვენ ტყეებზე მინდა დავამატოთ, თუ ჩვენ ტყეებს გავჩეხავთ, ტყეები ხო ჯანგბაც გვაძლევენ და ამ ნახშირორჟანგი დამდენ ცუდი აირებით იწყება გლობალური დათოვები და წყლის დონე მეტად იმატებს, სადაც შეიძლება დიდი კატაკლიზმები გამოიწვიოს. შესაბამისად, ტყეს ყველაზე მეტად უნდა მოუფრთხილდეს ჩვენ. ეს ფლორასაც განადგურებს და ფაუნასაც მარტო მოუწოდებ რომ შემოგვერთდეს, ეს ძალიან ადვილია. შევუერთდეთ ეკოვიზიას. შევუერთდეთ ყველა ვიზიას. მოკლედ მე ხომ დაგემშვიდობთ ესეთი კარგი განწყობით დღეს მე მგონი ყველა ბედნიერები ვართ, რადგან არის ბედნიერების დღე და დედამიწის დღე რა გაინტერესებს მაკომ მე ძალიან არაფერი არ მაინტერესებს, ვიცი რომ გაერთე, მაგრამ ეხლა მაინც დაალაგე ეზო სკოლაში რომ აბრაზებდი სულ მასწავლებლებს და ამწარებს. არა, ეხლა მე მივიღებ მონაწილეობას დავალაგე, მაგრამ ისე უსწრაფად დაალაგეს ბავშვებს, რომ მე ვეღარ მოვასწარი რომ დააგდე რამე და აიღე, არა უშავს. არა უშავს, შენ მაგაზე არ ინერვიულ, მე ეხლა დაგემშვიდობთ ესეთი კარგი განწყობით, თუმცა მეორე ჩართვით უკვე შეგატყობინებთ, რომ წყალს როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ამ სკოლაში მიდიხარ ხა? ამ სკოლაში დარჩება. დიახავარაუდოთ. არა, კომაროვში. გვერდზე გადავალ სკოლაში. აი აქვე გადავირბენ და მოკლედ ორივე სკოლაში განსაკუთრებული დიდი მადლობა ამ აქციაში რომ მონაწილეობა და აბა დაასუფთავოთ საქართველო. მე გაჩერდი შენ. ნინო კვანტიშვილი უნდა ჩაგვერთოს მეორე სკოლიდან კომაროვიდან, სადაც წყალთან ურთიერთობენ ბავშვები, თუ წინა ბავშვებმა ეზო დაალაგეს და ეკოლოგიურად სუფთა რაღაცებს იზახდნენ. აქაც იგივე თემა. უბრალოდ ეკოლოგიას შევეხებით, შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს რომ დედამიწის დღეა და ყველა უნდა გავაცნობიეროთ რომ პირდაპირ აისახება როგორ ვექცევით გარემოს ჩვენ ცხოვრებაზე. დილა მშვიდობის კიდევ ერთხელ ნინო. ის მაგოკოტე მიოსამებით სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ გილოცავთ ბედნიერების დღეს. დღეს შევახსენებთ მაყურებელს დღეს არის ბედნიერების დღე და დედამიწის საერთაშორისო დღე. ხვალ
საერთაშორისო ტყეების დღე და ზეგარის საერთაშორისო წყლის დღე. სწორედ წყლის თემასთან დაკავშირებით მოვედით კომაროვის სკოლაში და ჩვენი დღესდღეობის სტუმარი იქნება ბატონი ნუგზარ ბუაჩიძე დილამშვიდობის ბატონი ნუგზარ. დილამშვიდობის მოგესალმები. გილოცავთ დღეს არის ბედნიერების დღე. მადლობთ. თქვენსაც მადლობთ. ესე იგი პირველ რიგში მაინტერესებს წყალთან დაკავშირებით როგორ უნდა გაუფრთხილეთ მოდი აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. მოდი მანამდე თეორიის სიტყვით წყალზეც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მისი საერთაშორისო დღე გველოდება ზუსტად კვირას და ალბათ თქვენ გაგახსენდათ და ამ სკოლაში მოხვედით, იმიტომ რომ სწორედ გამარჯვებული პროექტი წყალს ეკუთვნის თბილისის ზღვის ბიოეკოქიმიური მონიტორინგი და მის დღევანდელი მდგომარეობის შეფასება. ეს უკვე არ არის პირველი ერთობლივი სამუშაო ჰიდრომეტეროლოგიის ინსტიტუტისა და კომაროვის სკოლის, ანუ 129 სკოლის საერთო ნამუშევარი და რასაკვირველია, მან გაიმარჯვა როგორც 2014 წელს, ასევე 2015 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეშვეობით. ჩვენ გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ ამ ფონდს, იმიტომ რომ არსებობს ასეთი საგანმანათლებლო კონკურსი, კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით, რომელიც საშუალებას იძლევა მკვლევარების, პედაგოგისა და მოსწავლეების ურთიერთობაზე და რასაკვირველია, ერთად იკვლევენ, აი ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვიკვლევთ მას წყალს. და თქვენ რაღაც ახალი პროექტი გვაქვს, ვიცი, ამის შესახებაც რო გითხრათ? აუცილებლად. ნუ მინდა მაინც ერთი-ორი სიტყვით თქვა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა იმ სტადიაში ვართ, როდესაც თეორიულ იმას განათლებას ასე ვთქვათ ვამთავრებთ და უნდა გადავიდეთ შემდეგ საველე სამუშაოებზე უკვე თბილისის ზღვის შემორაგენში. და აი სწორედ ის ბოლო სემინარის შეხვედრა გვაქვს ჩვენ და პორტატული აპარატი, რომელიც გადამტანი აპარატი, რომელიც საშუალებითაც ჩვენ ფიზიკურ ქიმიურ მაჩვენებლებს გავზრუნავთ თბილისის ზღვის, ჩვენ მას ახლა დღეს ვამოწმებთ. რამდენად, ანუ გრადუირებას ვაკეთებთ, რამდენად ის არის წესრიგში, რომ შეიძლებაოდეს მასთან ერთად გასვლა. ამისათვის რასაკვირველია, ამ პროექტში მონაწილეობენ კომაროვის სკოლის ბავშვები, რომლებიც ცალკე მე წარდგებიან და ერთი-ორი სიტყვით გვეტყვიან აი პრობლემატიკაზე, რომელზეც ჩვენ მუშაობთ. შეუძლიათ რომ გამოვიდნენ, იმიტომ რომ დროში ვართ, მაინც შეზღუდულები ბატონო ნუგზა რა. ქალბატონი მარიამი. ქალბატონი მარიამი მოგზანდეს. უკაცრავად მარიამი პირდაპირ. დილამშვიდობის მარიამ. დილამშვიდობის ერთ-ერთი ფიზიკიური მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ თბილისის ზღვის წყალში შევამოწმებთ, არის სპიაში, რომელიც განსაზღვრავს წყალბადისა და ჰიდროქსილის იონების თანაფარდობას წყალში. როდესაც წყალში ხდება დამბინძურებელი ნივთიერება, ამ დროს ის სწრაფად იშლება, ანუ დისოცირდება და შესაბამისად წარმოქმნის H-ის ან OH-ის იონებს. და ჩვენ სწორედ ეს უნდა განსაზღვროთ, რაც ძალიან კარგი საშუალებაა წყლის ძლიერი დაბინძურების აღმოსაჩენად. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ზედაპირული წყლები იყოფიან რამდენიმე კატეგორიად pH-ის მაჩვენებლის მიხედვით და ნორმალური წყლისთვის ნორმა არის 6.5-დან 7.5-მდე და თუ ამაზე მეტი არის ტუტე გარემო შექმნილი წყალში, თუ ნაკლები მჟავა, რომელიც ორივე ძალიან სახიფათოა და არ არის კარგი. მარიამ, მაპატიე, რომ მე ფიზიკაში კარგად ვერ ყვევი და ანუ, მაგრამ ბატონო ნუგზაში შემდეგ ხო, თქვენი სახელი? იური. დილამშვიდობის. ანუ ერთ-ერთი ასევე მაჩვენებელი არის დიო, ანუ გახსნილი ჟანგბადის მაჩვენებელი და ის გვიჩვენებს თუ რა რაოდენობის ჟანგბადია წყალში. ანუ ამ შემთხვევაში არის ის იზომება მილიგრამილიტრში და რადგანაც ტემპერატურასთან ერთად იცვლება, ანუ კონცენტრაცია ჟანგბადის წყალში, ამიტომ ზამთარში და ზაფხულში მას სხვადასხვა მაჩვენებლები აქვს. ანუ ზამთარში უფრო დიდი უნდა იყოს მაჩვენებელი შედარებით, ანუ სისუფთავის მაჩვენებელი, ანუ შემადგენლობა წყლის ჟანგბადის წყალში და ჟანგბადის, რა ქვია, ზედაპირული წყლების გამდიდრების გზები არის, მაგალითად, ანუ ატმოსფეროდან, როდესაც ხდება წყალი, შიჰარი და წყლის მცენარეები, როდესაც გამოყოფენ ჟანგბადს და წვიმის დათოვლის გზით, როდესაც ხდება. და ანუ მათი შემცირების რამოდენიმე მაგალითი არის, მაგალითად, ორგანული ნივთიერებების ჟანგვა აღდგენის რეაქციები და ანუ ჩვეულებრივი ბაქტერიების სუნთქვის თივი პროცესები, ანუ რაც ხდება წყალში. შენ ყოჩახ ამდენი რამე რომ გისწავლია და დაგიზეპირებია. შემდეგი, მაგრამ ბატონო ნუგზა დროში ვარ შესაძლოა მე მინდა რომ თან აი სტარტს ჩავატაროთ, მაგრამ შემდეგ თამცას ჩავთავთ ახლა. რა ჩავთავთ და ძალიან მინდა რომ მოვასწროთ ყველაფერი დილამშვიდობის. მე დილამშვიდობის მე ვისაუბრებ ელექტროგამტარობაზე. ელექტროგამტარობა საერთოდ გვიჩვენებს წყალში გატარებული დენის რაოდენობას, რომელიც პირდაპირ პროპორციულია მასში გახსნილი მინერალური მარილების კონცენტრაციის. წყალი არის შერეული ხსნარი ძლიერი ელექტროლიტებისა და ისინი იმყოფებიან წყალში დისოცირებულ, ანუ იონებად დაშლილ მდგომარეობაში. და ანუ წყლის ელექტროგამტარობა ძირითადად ხორციელდება და დამოკიდებულია
შემდეგ იონებზე აი თქვენი ხედავთ ნატრიუმი, კალციუმი. შეგიძლია ჩემთან ერთად წამო. და ნახოთ უფრო ახლოს მეც რომ მოვიდა, მაინტერესებს როგორ აი სანდრო მოგახსენეთ მე ამიდა ვიღო. სანდრო დილამშვიდობის, მოდი ამიხსენი, აუხსენი ჩვენს მაყურებელს, როგორ ხდება ამის შემოწმება. ჩვენს წინაშე პორტატული ანუ გადამტანი აპარატი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ წყალსაცავის ამა თუ იმ ადგილებში წყლის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები. ანუ ამ ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებზე უკვე იყო საუბარი. ეხლა კი ყველა მაჩვენებელს აქვს თავისი ერთეული, მაგალითად ელექტროგამტარობის ერთეულია მილი სიმენსი სანტიმეტრზე, გახსნილი ჟანგბადის კი მილიგრამი litrზე. სანამ საველე სამუშაოებზე გავიდოდეთ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავაგრადუიროთ ეს აპარატი, ანუ შევამოწმოთ ის ჩვეულებრივ სნარებში. აი ხა როგორ ხდება აქ? ხო, აბა თან გავაკეთოთ, იმიტომ რომ დროში ვიწურებით და მინდა რომ მოვასწროთ ყველაფერი ბატონო მიწდია. პარალელურად ქალბატონო ნინო, საქმე იმაში არის რომ ძველად მაგალითად ჯერ კიდე 10 წლის წინ აი ეს ფიზიკურ მაჩვენებლები რომ წყლის შეგვესრულებინა, ამისათვის მოქონდათ ლაბორატორიებში იღებდნენ წყლის ნიჭებს. ეხლა პირდაპირ საველე მდგომარეობაში პორტატული აპარატი მიგვაქვს. გამარტივებული ხერ. ამ 4-5 ფიზიკურ მაჩვენებელს პირდაპირ ვიღებთ წყალში ჩადებით პირდაპირ ამ ელექტროდების, ისე რომ ძალიან მოხერხებული. ძალიან კარგი და ეხლა რა ხდება? შევამოწმეთ. ეს არის pH-ი. ეს არის ელექტროგამტარობა, ეს არის გახსნილი ჟანგბადი და ეს არის ტემპერატურა. დიახ, ოთხმანასემს გიჩვენეთ პირდაპირ. არ მოგატყო მე ვერ გავიგე, მაგრამ არა ხუმრობ, მე არ მესმის, რომ ისე ძალიან მარტივი არის და ძალიან კარგი და ანუ დავადგინეთ ხო ეხლა ჩვენ. დიახ, ანუ ამით ვამოწმებთ ესა აპარატის სისტორეს. ძალიან კარგი. ის რასაც ჩვენ ახლა ამ პორტატული აპარატით ვზომავთ ადგილზე, ასევე ჩვენ მიგვაქვს ვიღებთ სინჯებს, მიკრობიოლოგიურ ანალიზს, კომპლექსურად უდგებით ესე იგი წყლის შესწავლას, როგორც მიკრობიოლოგიურ ანალიზს ვაკეთებთ, ასევე ჰიდროქიმიურ ანალიზსაც. ძალიან კარგ მაჩვენებელს საზღვრავთ აგრეთვე ჟანგბადის ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, ჟბმ5, რომელზედაც მოგახსენებთ ანი. ბატონო ნუგზარ, ძალიან ვიწურებით დროში, ფიზიკურად ვეღარ მოვასწრებ, დილამშვიდობის ანი. ორი სიტყვით გითხარით და დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ანუ ფიზიკურად ვერ ვასწრებ, ძალიან დიდი ბოდიში. ესე იგი, ჟანგბადის ბიოლოგიური მოხმარება, ეს არის წყლის ბიოზერმად, ანუ ის განსაზღვრავს თუ რა რაოდენობის ჟანგბადი მოიხმარება ორგანული ნივთიერებების ჟანგბადის პროცესისას და მისი ერთეული არის მილიგრამი 2 litrში და ანუ ამის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ, რამდენად დაბინძურებულია წყალი, რადგან თუ ჟანგბადის ბიოლოგიური მოხმარება მაღალია, მაშინ წყლის დაბინძურება შესაბამისად მაღალი იქნება. ამ ბავშვებმა რამდენი ამის იციან, ეს ყველა მიცოდეს, მე მგონი წყალი მასალებლის დამსახურება პირველად. მასალების დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. და როგორც ხედავთ, თქვენ ძალიან კარგად ასწავლეთ ბავშვებს თუ როგორ უნდა ბავშვებიც არიან ძალიან კარგები, ძალიან მოტივირებული არიან სწავლისთვის და მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტები და ასეთი პროექტები საერთოდ ძალიან უწყობს ხელს ბავშვების მოტივაციის გაზრდასაც და რა თქმა უნდა უწყობს ხელს იმას, რომ მომზადდეს ამ ბავშვების შემდგომი უკვე მუშაობა და მომავალი მეცნიერები მომზადდეს ამ ბავშვებს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ესე კარგად რომ ასწავლით ბავშვებს. დიდი მადლობა თქვენ. მოვალ თქვენთან ბატონო ნუგზარ, ესე იგი დიდი მადლობა ესეთი კარგი ჩართვისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბედნიერების დღეს და მე უნდა დაგემშვიდობოთ, კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ნინო, შენ და შენ მასპინძლებს. ყველა არ ვამბობ, რომ განსაკუთრებულად ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ ამ სკოლაში.